სრულადღელა იმშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო დადგა შაბათი დღე და ასე შემოვიჭერით თქვენს ოჯახებში პირდაპირ ეთერში პირველ რიგში გილოცავთ გაზაფხულის პირველ თოვლს და ეს შემოგზანდა გაზაფხული არ გილოცავთ გასული დღეების თოვლს ხო ნუ პირველი არ არის ეს თოვლი და ძალიან ის იყო რა ქვია მოულოდნელი იყო ეს თოვლი რო ზამთარში მოდის ძალიან ის არის რა ქვია არ ელოდებოდა არა ვინ ელოდებოდა მე ალბათ ჩვენი მაყურებელი მიხვდება რომ იმ სტიქიაზე ვისაუბრებ დღეს რომელიც ჯერ ბოლომდე ვერც გამოვიარეთ რაც დაგვატყდა თავს დასავლეთ საქართველოში და გამახსენდა გასული წლის მეგონი შარშან იყო და შარშანზე აღარ მახსოვს ახალ ავტოკანს რო აკეთებდა ხიდი გააკეთეს და გაზაფხულზე მდინარე ადიდდა და ეს ხიდი წაიღო და ვინ ელოდაო რომ მდინარე ადიდდებოდაო ესეთი ანუ ვინ ელოდაო თოვლი მოვიდოდა თუ აი სულ ვინ ელოდა რატომ მოთოვა რატო ადიდდა მდინარე ხო კი ამ თოვლზეც იყო რომ სტიქია არ არის თითქოს მსგავსი მოსაზრებებიც გავიგეთ და უბრალოდ მოთოვა და რა მოხდა მერე და მოხდა ის რომ ძალიან ბევრი ადამიანია ძალიან რთულ მდგომარეობაში და პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყოთ დღევანდელი ეთერი იმ ადამიანებს მინდა უთხრა მადლობა გადავუხადო ვინც მხოლოდ კეთილი გულით და აი ამ შემართებით ჩავიდნენ სხვადასხვა სოფლებში და ეხმარებიან ადამიანებს რომლებსაც ძალიან უჭირთ ეს არ არის უბრალოდ ის რომ შეათ უბრალოდ ის რომ ცივად არის რამდენიმე ისეთი кейსია რომელიც შემზარავია და მე პირადად შემძრა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც თუნდაც ერთი რომელიც შეგვიძლია გავიხსენოთ ყველაზე მეტად რამაც იმოქმედა ჩემზე ცხედარი ყავდა დედას სახლში რამდენიმე დღე და ვერ ახერხებდა რომ დაესაფლავებინა და საერთოდ ვერავინ ვერ ახერხებდა იქ მისვლა ძალიან ბევრი ბავშვი მცირეწლოვანი ბავშვებით ოჯახები რომლებსაც საკვები არ ქონდათ წამლები არ ქონდათ თუმცა არიან ადამიანები ვინც კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და არ ვიცი ეს როგორ უნდა შევაფასოთ მათი ეს ნაბიჯი და მათი ეს თავგანწირვა ძალიან ისი იყო რა ქვია ხო არ ვიცი როგორ გავედით ყველას მესალმებით თქვენ სტუმრებს მესალმებით მაყურებელს ეხლა რომ მოდიოდი გუშინ მქონდა საუბარი ხო რამდენი კადრი ვნახეთ რამდენი არ ვიცი პირველ რიგში მოდი გურით დავიწყოთ მე მოხალისებს მეც ჩემს მადლობას ვეტყვი და ყველა ეს მოხალისები ხო ძირითადად თბილისიდან ჩასული ადამიანები არიან და სხვადასხვა რეგიონებიდან რუსთავი გორი არ მინდა რომ რაღაცა თბილისი აქცენტი გავაკეთოთ და მნიშვნელოვანია რომ ყველას დაუფასდეს ეს რაღაცა ადამიანობა რომელიც გვაჩვენეს ამ დღეებში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველ დღეს ქაოსი იყო იმიტომ რომ ყველას უნდა წასულას ხვის და სახმარებლად ბუნებრივი ინსტინქტია ადამიანური მაგრამ მეორე უკვე ჩვენც მივხვდით რომ დავიწყოთ გაფილტრო აი რა საბურავი გაქვს ამასაც კი ვეკითხებ და მოგვანახეთ თქვენი საბურავი საშველი არ გახდეს კი უკვე ეს ფაქტები დაგვიგროვდა და შემდეგ უკვე აბა ფოტო გამომიგზავნე რა საბურავი გაქვს უკვე აქამდე დავიწყოთ და ამიტომ რატო ყვები ამ დეტალებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანების არსებობა, რომლებმაც იციან როგორ იარონ ასეთ კრიტიკულ, ასეთ გარემოში. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა უფროუდის ასოციაციის ბიჭებს. წარმოუდგენელი საქმე გააკეთეს. და როგორი ემოციური კადრი იყო მართლა. ხო, ერთი კადრი შეგვეშალა და უკეთ შეგვეშალა სხვისი გავაზიარეთ და არ გვაპატიეს, ოღონდ ისიც სხვისი გავაზიარეთ, შემთხვევით ჩვენ არაფერი მოგვიგონია, იმასაც შეეშალა ერთ რაღაცა პატიოსან ქუთაისელ ბიჭს, მაგრამ მე ნამდვილი კადრები გავაზიარეთ. ოღონდ გორის ოფროუდი გუშინ დარეკეს, ქარელის ოფროუდიდან გირეკავთო, ქარელში საერთოდ რამე თუ იყო არ ვიცოდი და ეს ოფროუდელები არიან საოცარი ადამიანები როგორც ჩანს, იმიტომ რომ ყველა კაი ქარელში რო ხარ, ესე იგი ყველგან ხარ ნიშნავს. ხო რაღაცა ხო უნდა კონდეს, ხო უნდა გიწყობდეს ირგვლივ რაღაცა სპონსორი უნდა ყავდეს მილიონი რამე გჭირდება, მაგრამ ხა სხვაგან წაგვიყვანს. და ესე რატომ მნიშვნელოვანი რომ თქვა სპეციალური ავტომანქანები იციან როგორ უნდა იმოძრაონ, როგორ უნდა იმოქმედან და ამიტომ დაზურამ რატო დავიწყეთ და მთასვლელები თასვლელების უნდა ვთქვათ და თან ამ თასვლელებს სპეციალური ეკიპირება ბოლომდე ყველას არ ქონდათ, იმიტომ რომ ბოლოს მაგას წერდნენ რომ რაღაცა შესაძენი ქონდათ, რაღაცა მნიშვნელოვანი რაღაცები რომ აი მთოლში შესულიყვნენ. ამაზედაც კი უკან დახევა არ მოხდა და აი მაგალითად თეთრნულდის კლუბს და ყველა მინდა რომ იცოდეთ. ყველა მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს სინამდვილეში ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ესე არ ჩანან და ჩუმი გმირები, რომლებიც აი სასწაულ სიგიჟებს აკეთებენ ახლა
გუშინ მომწერა ზურამ და ეს და მოხალისეები ასევე ჩვენი მოხალისეები რომლებიც არც თეთრმულდერები არიან არც ოფროუდერები არიან მოქალაქეები პატიოსნები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უმეტესობაც ბოდიში რო ჩაგეჭერი რომ ის უმეტესობაც დაჯარიმებულია 5000 ლარი იქვე აჯარიმებენ ასეთი ფაქტებიც არიან იქვე მაგალითად აი ფარჯიანი შემთხვევა ჯერ დააჯარიმეს იქვე და მერე ცოლი გაუთავისუფლეს სამსახურიდან და ის ამ დროს ვიღაც სხვას ეხმარებოდა და შესაბამისად ეს გაუგნებულები არიან იმიტომ რომ ამ ადამიანებს მოუწიათ ისეთ სიღრმეში შესვლა სადაც აი მოხუცები ცხოვრობენ და ნახეს აი ისეთი სიღატაკე და სიღარიბე რომ იმ მესეჯებს კი არ ვიღებდით რომ მაგალითად სადღაც ვერ მივდივართ სადღაც ვერ შევდივართ არა თქვენ არ იცით აქ როგორი სიღატაკე 5 დღეა ბებოსაჭმელი არ ჭამე ანუ გაუგნებულები იყვნენ ამ ამბით და თითქოს რაღაც ყველაფერი ვნახეთ ბავშვი ვნახეთ რაღაცა მცირეწლოვანი თითქოს ისიც ვნახეთ რომ ვიღაცას ინჰალატორი გაუჩერდა თბილისიდან გაუგზავნა აქედან მოქალაქემ იქ იპოვა ადამიანი როგორ მიეტანა იქამ და ის წარმოუდგენელი სოლიდარობის ამბები ამას ცალკე არ ვიცი რა დაწერს მაგრამ უნდა დავწერო და გუშინ მომწერა ოფროუდის ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურამ რომ აი თითქოს ხო ყველაფერი ვნახეო აქო მაგრამ ახლა მინდა კადრები გამოგიგზავნო რომელიც ნანახი არ ქონდაო და მე ძალიან ისე შევხვდები რომ ნანა ესეთი რა მე როგორ არ მაქვს ახლა ვიგე ახლა 7 წელია სოციალურ თემატიკაზე ვმუშაობ ასეთი რა ნახავ ვიფიქრე რომ ნანახი არ ქონდა მე ვთხოვე ხა თეას რომ ჩვენ გვანახოს რა კადრები გამოგიგზავნა ამ ოჯახში მოუწია ორჯერ შესვლა და მე მოუყვები მაყურებელს ახლა აქ რა კადრებზე საუბარი ეს არის ოჯახის შვილი ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც ქცევა აქვს სრულად დარღვეული ეს არის სახლი სადაც ცხოვრობენ ეს ადამიანები ამ ახალგაზრდას აქ ქცევა დარღვეული მაგრამ დიაგნოზი არ იციან იმიტომ რომ ექიმთან არასოდეს არ მიუყვანიათ ამის შესაძლებელი არ ქონიათ შემდეგი თუ შეიძლება რომ ანახოთ ეს არის ოჯახის ეს ყინვაში ხდება მეგობრებო აი ამ გარემოში ყოფნა სახეზე არ გამოვაჩინე სპეციალურად დავმალე იმიტომ რომ ქალბატონია ოჯახის დიასახლის და ხა არ მგონია რომ უნდოდეს ამ ფორმაში სახის ჩვენება და შემდეგი მინდა განახოთ ეს ბაბუ სოციალურად ყვება ხალხნა ანუ ეს ლაქები არ აქვს მხოლოდ ყურზე აქვს სხეულზე და სახში საერთოდ საჭმელი არ ქონიათ ანუ სპეციალურად მოფროუდელებ ბიჭებმა რომ დაათვალიერეს საერთოდ საჭმელი არ ყოფილა სახში ანუ ის კი არა რომ პური დაძველებული ან საერთოდ სახში საჭმელი არ ქონდათ ეს ოფროუდელი ეს ბიჭები წამოვიდნენ რაღაცა ბევრჯერ ვამბობ მაგრამ მინდა რომ რაღაცა არ სახელები არ ვიცი და სხვანაირად როგორ აღწეროს ამბავი ჩამოვიდნენ თბილისში იქ სხვა ვერავინ ვერ ავა იქ ვერც ტრაქტორიავა ვერც სხვა ანუ ეს ბიჭები უნდა ავიდნენ აიყვანეს სამედიცინო დახმარების ჯგუფი ამ თავისი სპეციალური ლაბორატორიით რომ ამ ბაბუს კვლევა ჩაუტარონ იმიტომ რომ ეს გამოაგზავნონ თბილისში მოხდეს დადგენა პრიმათ იქედან ესე ვერ წამოიყვანენ აიტანეს რა თქმა უნდა საყვები აიტანეს ყველაფერი აჭირდებოდათ და მე მივხვდი რომ აი მაგალითად ხარაგაულში ქონდა ეგეთი ამბავი ცუდად იყო ბებო ანუ შიმშილისგან დასუსტებული გაუძლურებულ ხალხს ეს ანუ ესაჭიროებოდა სინამდვილეში რომ აი ეს გარემო შექმნილი იყო რომ ჩვენ ამ ადამიანებამდე მივსულიყავით და ჩვენ ჟურნალისტები კი არა რომლებიც ამას ვაშუქებთ და გვეუბნებიან რომ ეს ყველაფერი არ ხდება და ჩვენ ვიგონებთ არა იქ უნდა ჩასულიყვნენ მოქალაქეები იმიტომ რომ ეს იქ ჩასული ადამიანები ყველა რუსთაველის გამზირის წარმოადგენლები არ არიან მეგობრებო იქ პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები ჩადიან უბრალოდ კეთილი ადამიანები რომლებსაც ადამიანები ეცოდებათ და უნდათ რომ მათ დაეხმარონ რომლებიც შეიძლება საერთოდ არ იზიარებენ იმ პათოს რაც რუსთაველზე ხდება და დარწმუნებული ვარ რომ აქამდე მაგალითად ადამიანი რომელიც ცოცხლად ყვება მე ნანახი არ მყავს ახლა არ მგონია რომ ბევრს ყავდეს ნანახი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაღაცა იცით რა არის სულ ამბობთ ხოლმე რომ იზოლაციაში ვცხოვრობთ განა იმიტომ რომ რეგიონში არ დავდივართ განა იმიტომ რომ ბებიები და ბაბუები არ ყავს მე 9 ჯერ ვარ გურიაში ამ ყოფილი წელიწადში ნუ ამ იმიტომ რომ გურია მიყვარს ზოგადად და იმიტომ რომ ეხლა ვინც ტელევიზიაში მუშაობს იცის რომ გურია რიშნევს რეიტინგს მისი იუმორით მისი კილოკავით და მისი ყველაფრით მაგრამ რიგითი მოქალაქეები ვერ ახერხებენ აი ესე ჩასვლას და რაღაცნაირ სოციოკვლევას და ადამიანებზე დაკვირვებას და ჩვენ სულ ამბობთ რომ გვაკლია ინტეგრაცია დედაქალაქის რეგიონთან ჩვენ არ ვიცით იმ ხალხს რა პრობლემა ჩვენ როდესაც მათზე გვწყინს და ვამბობთ რომ რატო შემოხაზე 51 აი 1 კილო კარტოფილში რატო გამცვალე ვიზე ვლაპარაკობთ ხალხო კადრები ხო ნახეთ ანუ ამ ხალხს ვეჭუბებით რატო გაგცვალეს 51-ზე სიგიჟი ანუ ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა რა ხდება რეგიონებში რა სიღატა როგორ გააღატაკეს მოდით რა ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ რა იმიტომ რომ გააღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი 1 კილოთ კარტოფილად და იმას ვისაც ის სახლში აქ ვერ იყიდე და ამიტომ არ ვიცი ახლა რამდენად სწორად გაიგებს მაყურებელი ამას მაგრამ თითქოს ეს პროცესი უნდა მომხდარიყო იმიტომ
რომ ჩვენ ადამიანები მოქალაქეები და ჩვენში კიდევ ერთხელ ჟურნალისტებს არ გულისხმობ, ჩასულიყვნენ რეგიონებში და ენახათ თავის თვალით რა ხდება იქ, რომ ჩვენ ხვალ საკითხის სწორად დავინახოთ. ის კი არა შენ კარტოფილის გამო მე რატო შევმხაზენ, რა თქმა უნდა არიან ისეთები, რომლებსაც ამის მორალური უფლება არ აქვს, მე ხა ყველას არ გულისხმობ, მაგრამ რეგიონში არის სიღატაკე, არის შიმშილი და ჩვენ ეს წინააღმდეგობაც, იმიტომ გამოგვიგზავნა სამყარო, რომ გადაგველახა და ამ ადამიანებამდე მივსულიყავით და გვენახა, რომ სინამდვილეში რა რეალობაში უწევთ ცხოვრება და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული, უმძიმესი პროცესია რაღაცეების ხარჯზე, მაგრამ ეს პროცესი უფრო დიდს დაგვანახებს ჩვენ. უფრო სწორად ვიმოქმედებთ, ხვალ უფრო სწორად დავიგეგმებით და ამიტომ უფრო კარგ შედეგსაც მივიღებთ ამ ქვეყნისთვის. უფრო სწორ შედეგსაც მივიღებთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორად მივდივართ, იმიტომ რომ ეხლა იქიდან გადავიდიან ვანში, მერე ზესტაფონში და ვნახავთ რა ხდება საქართველოში ჩვენი თვალით ვნახავთ. ეს სიტუაცია ნამდვილად და ვფიქრობ, რომ აქ კიდევ ჩვენი სტუმრებს შორის მოხალისეები არიან და აუცილებლად გადავალთ მათთანაც კითხვებით, იმიტომ რომ ისინი უშუალო მონაწილეები არიან იმ ყველაფრისა, რაც ნანუკამ ახლა მოყვა უკვე და კადრებშიც ვნახეთ და მოდი გადმოვალ სანამ ჩართვაზე ყურში მანიშნებენ რომ უკვე მზად იქნება. მოდი გიორგი დავიწყოთ თქვენგან და დავიწყოთ იმ ყველაფრის მოყვა რაც საკუთარი თვალით იხილე. ურთულესი სიტუაცია ნამდვილად. გზები ფეხით გაიარეთ ძალიან დიდი ნაწილი, ხო, იმიტომ რომ მიუვალი იყო ფაქტეურად, ხო, გამორიცხული იყო რომ ან საით მისულიყო ვინმე. დიახ, რაც მოგესალმებით პირველ რიგში. ძირითადად მედიკამენტები აქ ქონდათ, როგორც ყველაფერი ადამიანებიც გამოვიყვანენ, მამაოც გამოვიყვანენ, საკვებიც ავიტანეთ. ხო, და მოუყვეთ ყველაფერს. პირველ დღესაც ჩავდი ღამე ცოტა სიმართლეს გეტყვით პანიკური ვითარება დახვდა, იმიტომ რომ უამრავი ზარი შეომდიო და მეგობრები, ნათესავები, მეგობრის მეგობრები და ასე შემდეგ ან მირეკავდნენ ყოველდღიურად და თან შეთვის არ რთულია რომ გირეკოს ადამიანი, თხოვს რომ დახმარება ჭირდება და თან ამ დროს კიდე 10 ადამიანი გირეკოს. რა უნდა გააკეთო? არის შოქში ხარ უბრალოდ საწახვიდე ვის დაეხმარო. მე არ ყვე ვის უფრო ჭირდება დახმარებისთვის უფრო საჩქაროა და ნაშენ ერთ მამა იყო სოფელ ნინოშულში, მამა დავითი და იყო მძიმე ვითარებაში, რადგან შუქი არ ქონდა, კონტაქტზე აღარ იყო, ტელეფონი დაუჯდა, არც საკვები ქონდა და თხოვდა დილიდან რომ მისულიყავით რა. პირველ რიგში წავედით, მათ ღამის 2 საათი იყო, 3 საათი არ მახსოვს, სოფელ ნინოშულში გადმოვიყვანეთ ეგ მამაო და მე უბრალოდ გამაკვირვა მამა დავითის საქციელმა, რადგან ის გაყინული იყო, მშიერი იყო ის და კი არ ჩაჯდა მანქანაში, კი არ დავხარჯოს, უბრალოდ მითხრა არა, ესე არ წავდეთო, ვეხა უკან მოგიჯდები მოტოციკლეთზეო და მოვიაროთ სოფელოცო, შემოვიაროთ და ნახოთ ვის რა უჭირს, ვის რა დახმარება ჭირდება, კონტაქტი არ მაქვს, მოკლედ არ ვიცი, შოქში ჩამოგდა მე პირადად საქციელ მის საქციელმა და წავედით, მივადექით შემთხვევით სახლს, სადაც იყო 106 წლის ბებია გარდაცვლილი და მანდაც ძალიან სრული ვითარება დახვდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 6 დღის გარდაცვლილი იყო ადამიანი და კიდე ფიქრის პროცესში იყო, როგორ და რანაირად გამოეყვანათ ეს ბებია, რადგან ფიზიკურად შეუძლებელი იყო მათ ნებისმიერი ტექნიკის მისვლა და იმ ხათონი იყო, რომ ანუ არ ვიცი. რითი დადიოდი შენ? მოტოციკლით. არის სპორტსმენი და ის იცით ხო, იცნობთ რომ ზოგადად ისეთი განსხვავებული სპორტის სახეობას წარმოადგენს და ძალიან გვასახელა და მარტო მე არ ვიყავ ბიჭები, გუნდი შევიკავეთ ესეთ ფინიში გუნდურად და ეს 10 მომზადებული, კარად მომზადებული, რადგან ყველა საინანუკამას ახსნა წეღა, რომ ბევრ ადამიანს აქვს სურვილი რომ დაეხმაროს, მაგრამ თუ ფიზიკურად და ტექნიკურად მომზადებული არ ხარ, პირიქით დიდ პრობლემას წარმოადგენს და უფრო შეიძლება შეთვითონ გახდე დასახმარებელი. შემდეგ დღეებში უკვე გადავედი მე პირადად სოფელ საჭამიასელში, სადაც ასევე მძიმე ვითარება იყო და ასევე უნდა გამომეყვანა რამოდენიმე ადამიანი და მიმეტანა წამლები. ავერჩი რაღაც უნდა კითხვა, ბებო სადაც იყო გარდაცვლილი, ვინ ცხოვრობდა კიდე ბებოს გარდა? ბებოს გარდა ცხოვრობდა ოჯახის 4 წლოვანი შვილი ყავდა და იქ აუტანენ პროდუქტი, საკვები, საჭმელი და საკმაოდ ისე მომზადებული იყო ოჯახი, ძლიერი ოჯახი იყო, ეგრევე ვიტყვი, კიდე თორნი იყო ის ყველაფერი, მაგრამ ყარად იდგნენ და ისე მაგრამ მაინც საკვები და წამლები ქონდათ უკვე შემცირებული. შემდეგ გადავედი სოფელ საჭამიასელში, სადაც ძალიან მძიმე ვითარება იყო. უდიდესი თოვლი იყო.
უდიდესი თოვლი იყო, არ ვიცი, 3 მეტრი, 4 მეტრი, ანუ არ ვიცი, აი დავიტანჯეთ რა. მე და ჩემი მეგობარი ნოდო ღამის 2 საათზე წავედით, რადგან უნდა გამოგვიყვანა ეს ბაბუკაცი იყო, რომელსაც ჭირდა დიაბეტი, არ მახსოვს ზუსტად, იმდენი ვეღარ ვიმახსოვრებ რა. ხო, უკან მოვისვი სოფლის მოსახლე, რადგან ძალიან რთულია, ვერც GPS-დან ყოველ 2 მეტრში ერთხელ ვერ გაჩერდები და ვერ დახედავ ეს მაპს და ვერ გააგზავნებ და იმიტომ რომ ეს თოვს სიგნალია, ტყი არის უცხო გარემოში ხარ და რთულია ფიზიკურად ვერ გააგნებ. და მოვისვი უკან და წავედით, გავაგზავნეთ გზა რომ ავსულიყავით სოფელში. რამოდენიმე საათი ვიწვალეთ და აი საშინელი მდგომარეობა იყო გზაზე, ჩამოყრილი ხეები, დენის ბოძებში უკვე შიშით ვიყავი რომ ან დენმა არ დაგვარწყავს ან რაღაც ისეთი ვითარება იყო და ღამის 4 საათამდე ვიწვალეთ, ვერ ავედით, მოვტრიალეთ, წამოვედით უკან. უკვე მე შემდეგ დღეს ავედით, შემოვიარეთ რამოდენიმე სოფელი და სხვათა შორის უფრო კარგი ვითარება დამხტო მე პირადად სოფელსაც ჭამიასაში და ზემო ხევი ქვია, აღარ არ მახსოვს და ვერ დავიმახსოვრა, უფრო კარგი ვითარება დამხტო ვიდრე სოფელ ნინოშუქში, რადგან მომზადებული იყო ხალხი უფრო მეტად და არ ვიცი რა თული ვითარება იყო. გიორგი, შენთანაც უნდა გამოვიდეთ, რა თქმა უნდა იგივე კითხეთ, იმიტომ რომ ასევე მოხალისახარ. მე და გიორგი პირველი ერთი მოგწია სიარული. შემდეგ იმდენი ზარდაში ყოველდღე შემოდიოდა, რომ ფიზიკურად ერთი ჯგუფი ვერ ვლიდით 10 კაცს დაახლოებით. გავიყავით 3-ად. როდესაც გიორგი მეორე დღეს უკვე გავიშალეთ, მე წავედი სოფელ სამებაში და ასევე ერთი ძალიან საყვარელი ბიჭი დამიკავშირა, სანამ თბილისიდან გავდიოდით, პირველივე დღეს წავედით ჩვენ. გამოტანა ინსულინისთვის ესეთ პატარა ყუთი დედამ ყავსო ცუდათო და პირველი ქონდა გეგმა რომ მიგვეტანა ეს წამლები. როდესაც ინსულინზე მივდიოდით, გზაზე დაგვირეკეს, გთხოვეს რომ ადამიანს ჭირდებოდა ასთმისთვის პრეპარატი. ვიყიდეთ იქვე სოფელში ეს პრეპარატი და წავიღეთ, ორი საკოვანი ადამიანი დაგვხვდა. პირველი მეორე დღე იყო ეს, როდესაც თოლმავალი წავედი მე და ჩემი მეგობარი, ასთმისთვის დაახლოებით 2-3 საათი ავდიოდით თოლში, გზაც არ ვიცოდით და კიდე კაი ხვდებოდა მოსახლეობა, რომელიც გვეუბნებოდა, სადღაც წავსულიყავით. ძალიან გვერდში დაგვიდგა მართლა. როდესაც ავიდე ასაკოვან ადამიანთან, ეს ძალიან უსაყვარლესი ადამიანი, უსაყვარლესი ხალხი იყო და შევიყვანეს სუფრა გაგვიშალეს, საჭმელი მცირე საჭმელი ჰქონდა და მაინც გაგვიშალეს სუფრა თქონდა, არ შევჭამეთ არაფერი, მაგრამ პატივისცემა იგრძნობოდა, უხაროდა, ძალიან ადამიანის დანახვა უხაროდა, ეგ თავარი იყო ჩემთვის წამოვთან ერთად, რომ იმედი ეძლეოდათ, რომ სო, ესე იგი მოგვაგნეს, მოგვაკლეს. იქიდან გადავედით ღამე 2 საათზე დაგვირეკეს სამებაში არის მონასტერი, სადაც მამაოსთვის გაუგზავნიათ დრონით საკვები და მამა მარშში ჭამა და მიცემ თამეზო სოფელს დაურიგა ეს საჭმელი. ხო არ გახსოვთ მამაოს სახელი? გიორგი თუ არ ვწდები, პაატა ბურჭულაძის სოფელი არის ეს სამება, მან და პაატა მარშანა ეკლესია კი და აი მართლა 3-4 მეტრი თოვლი იყო, როდესაც ავედით, ბაგით წავედით პირველი და დასახმარება გვყავდა უკან დატოვებული თოლმავალი. ბაგით დაახლოებით 3 კილომეტრი უნდა გაგვევლოს 3 მეტრა თოლში. ორი კაცი წავედით, გაგვეფუჭდა სამწუხაროდ თოვლის გამომდინარე და ჩვენი მეგობარი ვინც გვევლოდება თოლმავალით ამოვიდა. თოლმავალითაც გავაგზავნეთ გზა, მაგითაც ვერ ავედით საბოლოოდ. გავიჭედეთ. მე დაგვეხმარა სოფლის მოსახლეობა, ახალგაზრდა ბიჭები ჩამოვიდნენ. ჩვენ ავიტანთო 1 კილომეტრი იყო დარჩენილი 3 მეტრი. მანქანას დავდიოდით ზევიდან, წარმოიდგინეთ, დიდ მანქანებზე თოლში იყო სოფელი, ზევიდან დავდიოდით თოლმავალით. ჩამოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, ფეხით წაიღეს, ძალიან ბევრი პროდუქტი ჰქონდა ატანილი, ფეხით გამოგვართვეს, 20-მდე ბიჭი გამოვიდა ახალგაზრდა, ღამის 3 საათი იყო. საკვები ცოტა ხანი გადადეს გვერდზე, თან დაგვეხმარეს ამ ტექნიკის შემოტრიალებაში, იმიტომ რომ 3 კაცი ვიყავით, ფიზიკურად ვერ მოვერეოდით, შემოტრიალებაში დაგვეხმარეს, ჩაგვაცილეს ბოლომდე ფეხით და მე ამოუბრუნდნენ სულკან და მამაოსთან და თლიანად სოფელში დაარიგეს საკვები. მაგრამ ძირითადად მე და გიორგის და ბიჭო ჩვენთან ერთად ვიყო გიწევდა და წამლის დარება, იმიტომ რომ არ შეგვეძლო ფიზიკურად მე მაგალითად 10-15 კილოს საკვებს ვერ ავიდანთ ჩვენ. და გვიწევდა წამლების ატანა სოფლებში, სადაც ძალიან მძიმე ვითარება იყო. იყო ადამიანები, ვისაც მაგალითად ინსულინი ჭირდებოდა და უკვე წუთების ამბავი იყო და მაგაში გიორგი ვეხმარებოდა, მაგრამ მოტოციკლით დაჯდებოდა და არც კი ფიქრობდა ჩვენ ბევრჯერ უთხარით გიორგის რომ არ წახვიდეთ, იმიტომ რომ საშიშია მარტო ერთი ადამიანი მიდის 5 მეტრ თოლში, იქ ან რომ გაუფუჭდეს ტექნიკა, ძალიან გაგვიჭირდებოდა გამოყვანა, მაინც არ ჭირდებოდა, დგებოდა, მიდიოდა. და ესე ურთიერთობით ბევრი მეგობარით შევიძინეთ თბილისიდან ჩამოსული ადამიანი, რომელსაც საოცრად დაგვიდნენ პროექტში. ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინე, უბრალოდ უნდა გადავიდეთ დათო გაცანავა გველოდება ჩათვალში, სტიქისორიდან გვიერთდება, კონკრეტულად რა თქმა უნდა გურიაშია, დათო მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად.
გამშვიდობის. წუთის მდგომარეობა რომ გაგვაცნოთ, რა ხდება ახლა გურიაში? იქ სადაც ამჟამად კონკრეტულად გურიაში რა ხდება? კი ბატონო, როგორც იცით, ჩვენ ჩოხატაურში და ჩოხატაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედებთ. ეხლა ვემზადებით გასასვლელად დღეს გვაქვს 5 ლოკაცია ჯუმათი ძიმითი, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო გვექნება. ერთი მოსახლე არის საევაკუაციო დადასტურებულად, გზა არის გასაჭრელი, საკმაოდ მძიმე ამბავი გვექნება მაკეთკენ, შემდეგ წიფნარა, ბასილეთი და ეს მიმართულებები იქნება სამუშაო. თუმცა კიდევ გამეორდები, რომ ძიმითი იქნება ძალიან საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ იქ ერთ-ერთი ძალიან საპასუხისმგებლო მიმართულება არის და ეხლა ზუსტად ვემზადებით ძალიან რთული მიმართულება არის. გზა არის გასაჭრელი, როგორც ჩვენ გვიტყვით ადგილობრივებმა, ეს არის თირის უბანი ერთ-ერთი და იქედან სახლი არის ჩამონგრევის ძალიან დიდი საშიშროების ქვეშ და ადგილობრივმა გთხოვეს, რომ ოჯახის ასე ვთქვათ, ბაბუ გამოგვეყვანა და გადაგვეყვანა ოზურგეთში. ეს არის ახლა ჩვენი 4 მიმართულება, თუმცა ძიმითში იქნება ძალიან ბევრი სამუშაო. გავალთ ასევე ჯუმათში, ბასილეთი, წიფნარა. ეს არის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მე ვფიქრობ, რომ ალბათ 1-2 დღეში შესაძლებელი იქნება ჩვენი რესურსის გადანაწილება უკვე იმერეთის მიმართულებით, სადაც ძალიან მწირი ძალები არის ახლა მობილიზებული და როგორც მინიმუმ არანაკლები პრობლემები არის გაცილებით მეტი თუ არა. ეს შემიძლია ახლა ამ წუთას გითხრათ, ძირითადი მოთხოვნილება არის და მოთხოვნები ფიქსირდება პროდუქტზე, წამლებზე და გზის გაჭრაზე. ძირითადი მისასვლელი გზები სოფლებთან უკვე გასუფთავებულია, მაგრამ უბნები არის მოწყვეტილი ძირითად კომუნიკაციებს და ეს ადამიანები არიან დასახმარებელი. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს და ეს არის ჩვენი მთავარი მისია დღეს ხვალ და იმედია უკვე ზეგიდან სიტუაცია დაალაგდება. მადლობა დავით. ხარია რომ კადრში რაღაცნაირად მოწმენდილია, სადა ესეც ალბათ შედარებით დაგეხმარებათ ამ შემთხვევაში ამინდი ხო თქვენ საქმიანობაში. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნახვამდის. შეიძლება ერთ კი, როგორ შეიძლება. და თუ არის ყველაზე რთულ სოფელში, ეს არის ჯუმათი, სადაც ბრძოლის ხაზზე რო წინ მიდიხარ, ხო იცით და მე უკან გიწევს და მე წინ მიდიხარ. ავიდოდნენ, მე ჯერ მთასვლელები, მე უფრო მე სხვა ჯგუფი, მე კიდე სხვა ჯგუფი და შუა გზიდან მოდიოდნენ და რაღაც სპეციალური თხილამურები არ ვიცი ხარ რა ქვია და ამ ბიჭებმა მოახერხეს რაღაც ადგილამდე მისვლა. და თქვენ რომ იქო დათვის ნაყოლებიო და ვერ შევალთო ჩვენ, ამიტომ რომ არავინ არ არისო ჩვენთან ერთადო და ფიზიკურად გზას ვეღარ გავაგრძელებთ და ოღონდ თან არ დაგავიწყდეთ რომ ეს რომ მიდის გეუნება რომ მივდივარ ჯუმათის გზაზე სადღაც ყველაზე საყვარლები არიან ეს მოხალისეები, აქვთ კუსტარული რუქები. თავისით ხატავენ, იმას აფერადებენ, ის მწვანეა, შტაბი აქვთ გაკეთებული. მთავრობაა ჩვეულებრივი ყველა შემადგენლობით რა. ოღონდ იმ ბავშვებისგან დაკომპლექტებული. და ეს მოხალისეებისგან. და მაგალითად იციან, იქ უკვე ვინც არის, იმან იცის მაგალითად იქ რაღაცა ჯგუფი საით წავიდა, ხო? მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ ის რომ იქ წავიდა, წყვეტაა კავშირის, იმიტომ რომ იქ ტელეფონი აღარ იჭერს. ანუ შენ რო ის ბავშვი პასუხისმგებლობას ხო ყველა გძნობთ. აი სულ რომ ესენი დაშლილი იყვნენ და მისი მეგობარი წასულიყო და გზა გაეგრძელებინა, ეხა ის ხო პასუხისმგებლობას იგრძნობდა რომ ის მის მეგობარს იქ აკვდა და მისი ეგ ხო ყველა ერთად ვართ ეხა ჩვენ ვიცნობთ არ ვიცნობთ ერთმანეთის წინაშე ხო პასუხისმგებლობას გძნობთ. 2 დღე დავკარგეთ მოხალისე. ანუ ეს ხალხო ამის მიღმა კიდე რა უბედურება, ნერვულობა ტრიალებს ვერგი 19 წლის მოხალისე 2 დღე ხაზე არ გამოდიოდა. ტროიკ ტელეფონი დაუშვა და ვეღარ და მოკეთე ცალკე ისტორია და ეს ბავშვები რო ავიდნენ ჯუმათში, ყველას ბავშვებს ახმარემ მსხლები, რო ავიდნენ ჯუმათში
ვეღარ შევიდნენ, იმიტომ რომ თქვენ ვერ შევიდოდით იქ დათვის ნაყვალები იყო და ჩვენ ვერ შევიდოდით. ანუ ამ რეალობაში არიან, ეს რეალობა მაყურებელმა არ იცოდეს და ჯუმათი არის ეს რთული სოფელი. ამ დროს რა ხდება? ურეკავთ ოფროუდელებს და დათო კაცარავას. ყველაზე რთულ ადგილებში რომ გვიშველეთ. აი ჯუმათში დათო ავიდა ქალთან, რომელსაც ყავს მოხუცი მამა, ცალფეხი არ აქვს და რთული გამოსაყვანია ვერ გამოიყვანენ ოჯახის წევრები, რომელსაც როგორც ვიცი 4 დღე ყვება, ანუ უკვე საჭმლის მარაგი აღარ ქონდათ. ფიზიკურად ვეღარ ქონდათ, განა იმიტომ რომ ვერ იყიდნენ, ვეღარ ქონდათ და მე როგორც ვიცი იმ ოჯახში ავიდა დღეს დათო. იმედი მაქვს მივლენ დათვის ნაყვალები გაივლიან. ხო, თან ის არის. სამწუხაროდ დავამატებ, სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ხელი შეგვიშალა, იმიტომ რომ იყო ძალიან პანიკური ფონი. თავიდან რო ჩავედით, იყო და რეკავდნენ, გავბოდით ჩვენ, მივიდოდით და მესმის მაგათი. მესმის რომ მარტო რო ცხოვრ ვადანი თუმეტეს ასეთვანი მიდიხარ და უბრალოდ არაფერი პრობლემა არ აქვს, უბრალოდ პანიკური შიშისგან უნდა რომ ვიღაც დაინახოს რა. ეგ ყველაფერი ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს კარგავდით და ამ დროს რეალურად ვისაც ჭირდებოდა დახმარება, იმას შეიძლება ვერ დახმარებოდით რა. და მინდა მიმართა რომ თუ მსგავსი შემთხვევა იქნება კიდე და რაღაც მოსწავლეებს ხო თა გავსდა ტყუილია მიდიხარ და მსგავსი არაფერი არ ხდება ძალიან ბევრი ავედი რომ ვითომ კაცი ხდებოდა ცუდად იყო და ანუ არაფერი ძალიან კარგად იყო რაღაც ტელევიზორს ხედავდა თავისთვის ნინო შენში გაგუშვეს დილის 5 საათზე დაგვირეკა ერთმა ქალმა უცაყვალეს ქალი იყო დილის 5 საათზე ავედით და რო შევედი სახში ძალიან ეს გზევიდან გადავიარეთ ეზოზე მთლიანად არაფერი არ ჩანს შევედი და ყველაფერი მზად ქონდა შეშაც ყველაფერი მარტო იყო 80 წლამდე ადამიანი იყო და უბრალოდ ძალიან მეშინიაო ხმები მესმისო სახურავიდან ცოტა ხანი რომ იყო ჩემთან ერთად და მე წადით ცოტა ხანი გაჩერდა უბრალოდ მეშინიაო ძალიან და ეს ინფორმაციას გამოვაცხადა ჩემს ბებოს და ბაბუს გურიაში რომლებიც ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკანეთში ცხოვრობენ ორივე არის 87 წლის მარტო არიან 7 დღე არ ქონიათ ელექტროენერგია დღეს როგორც იქნა მოვიდა შესაბამისად არც წყალი მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ბევრი ადამიანი ბევრად უფრო დასახმარებელია ასე ვთქვათ თვითონ ბოლომდე გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს და ყველაფერი კარგად იქნება ბებო ბაბუ ძალიან მიყვარხართ და კი ბატონო ეს სტეფანის მისამართის გამოცხადება და შტაბის ბოლოს ვიტყვი არ არის კი ბატონო და ბატონი ზურა ჯავახიშვილი ყავს ცოტა გაგაყოვნეთ და ბოდიში რომ ამდენი ხანი ვერ შევძელით თქვენთან საუბარი, მაგრამ ხო, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსმენა, თქვენი სინოპტიკოსი ბრძანდებით და სინოპტიკოსი არა ვარ, ასე გეოფიზიკოსი. გეოფიზიკოსი, კი ბატონო, ამ შემთხვევაში მე ხო რაც შეეხება, ესე იგი უკვე რამდენი წელია ჩვენ მუშაობთ ამ ბუნებრივ საფრთხეებზე, იცით რომ ამ ხრივ ძალიან ბევრი პროგრამაა იმ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, იცვლება კლიმატი, მათთან დაკავშირებით მთელი რიგი ბუნებრივი საფრთხეები და სამწუხაროდ ჩვენ აი უკვე დიდი ხანია გამეორება გვიწევს ყოველთვის მოულოდნელია ჩვენთან თითქოს მოულოდნელი იყო დევდორაკი შემდეგ ვერეს წყალმოვარდნა თბილისში მეწყერი და აი სუბედურება შემდეგ ხოკრილა იყო ორჯერ მესტიაჭალაში ჰესი დაანგრია შემდეგ შოვი იყო აი გურია იყო ნერგეეთი და ყოველ ჯერზე თითქოს მომზადებლები ვართ, იმიტომ რომ აი რა მოხდა ასეთი ის ყინულის ზვავი არ ყოფილა აი როგორ შეიძლება და ამ ყველაფრის თავიდან აცილება? ან აცილება არა და უბრალოდ დახვედრა? იცით რა არის, მთავარი ის არის აქ, ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანია პრევენცია. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევისწავლოთ ვიცოდეთ რაც პრინციპში ასე თუ ისე ვიცით იცით რომ იბეჭდება აი ნიას გეოლოგიური დეპარტამენტის ანგარიშები ყოველწლიურად, სადაც ნუ იქ გეოლოგიურ საფრთხეებს უწოდებენ მეწყერზე, ღვარცობზე. მონიშნულია ეს ადგილები და ვიცით, რომ გარკვეული ადგილები არის ასე ვთქვათ საფრთხის შემცველი ამ ხრივ. მაგრამ აი არ მიდის მოსახლეობამდე. აი შოვშიც იგივე იყო, ნერგეეთში იგივე. აი ხა ჩვენ რასაც ხედავთ გურიაში 2023-ში ჭარბი ნალექი იყო და ესე იგი გამართლების მიზნით ასეთი ნალექი არ მოსულაო, ასეთი 60 წელი ესეთი ნალექი არ ყოფილა ყველგან და თან არ არის ასე, იმიტომ რომ გურიაში ნალექები არ არის უცხო ამბავი და ძალიან ხშირად გასულ საუკუნეშიც იყო და მაღალი თოვლიც არ არის ეს მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო და ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ
საფრთხეების და რისკის შემცირებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი მმართველობა, ასე ვთქვათ, ხელისუფლება ჩაერთოს საქმეში. ხელისუფლება რადგან ახსენეთ, ბოდიში რა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში 4 დღისთვის, რომ ტექნიკა სპეციალურად ასე გავუშვათ. აღარ მინდოდა მაგაზე კომენტარების გაკეთება, ნებისმიერი ასეთი კატასტროფის შემდეგ ისეთ წინადადებებს ვისმენთ, რომ აი წარმოუდგენელია, ესე იგი, რომ იცით რა არის? აი ამ ხალხს მთელი რიგი პროგრამები იყო და ტრეინინგები უტარდებოდა, ბუნებრივ საფრთხეებზე ვსაუბრობ, ის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. წლები და მე მგონი 10 წლეულებია უკვე. ყველა მუნიციპალიტეტში რუკებია შექმნილი, რომლითაც როცა შემდეგ მოვიკითხეთ, არავის არ უსარგებლია 10 წლეულების წინარეეს გაკეთებული და შემდეგ განახლებული. ესეთი რამე კატასტროფები იშვიათად ხდება. ყოველდღე რო ასეთი ყოველ წელს რო ასეთი თოვლი იყოს, დამიჯერეთ რომ არ იქნებოდა ეს. იშვიათად ხდება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ის ტექნიკაც ამისთვის უნდა იყოს მზად, ის გეგმაც სხვადასხვა კატასტროფაა სხვადასხვა რეგიონში. და აი ამ შემთხვევაში აი რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას იმისთვის, რომ დავხვედროდით ამ ყველაფერს მომზადებელს. ამ შემთხვევაში და ბატონო შეგაწყვეტინეთ რა, ეხლა ხო მარტია უკვე გაზაფხული მოდის. დათბება, ეხა ეს თოვლი დნობას დაიწყებს. ახალ საფრთხესთან გვექნება ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ მეწყერსაშიში ზონები ხო გვაქვს? იცით, ერთია ისევ დაუბრუნდები იმ თემას, რომ აი რამდენიმე წელია უკვე უნდა იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით დეტალური რუკები რისკების. სადაც იქნება შეფასება რისკების, მათი ალბათობა, რომელი უფრო, ასე ვთქვათ, სახიფათოა, რომელი უფრო მოსალოდნელია და დეტალური შესაბამისად ეს უნდა მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ ყველაფერი. მათ შორის გურიაში ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 1-5-4 წლის წინ უკვე დასრულდა პროექტი გურიის აი ამ დინარეებზე, დიდ დინარეებზე ცოტა ხალხსაწყოები უნდა დამონტაჟებულიყო და შემდეგ საფრთხეები შეფასებულიყო წყალმოვარდნით და სხვადასხვა აი ასეთი განსხვავებული საფრთხეები. არ ვიცი, შემდეგ აი ამ პროექტის ანგარიში მე არ მინახავს, თუ გაკეთებულია, ძალიან კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი თვითონ პროექტი და შემდეგ ეს ანგარიშები რო იდება თბილისში, არავითარი აზრი ამას არ აქვს. თუ ეს არ გადავიდა უკვე მოქმედებაში. ეხლა რა თქვენ ბრძანეთ, აი რა უნდა ექნათ? ეს ცოტა განსხვავებული ასე ვთქვათ კატასტროფაა. თუ აი მაგალითად შოუს შევატარებთ, იქ რამდენიმე საათში დამთავრდა ყველაფერი, თუ რამეს უშველიდნენ ან თუ რამე მოხერხდებოდა, იქ იყო წუთების ეს კლდეზვავის შემდეგ წუთებში უკვე შოუში იყო ეს ვარცოფი და ასე შემდეგ. აქ ეს 2 და 3 მეტრი თოვლი ერთ დღეში არ დადებულა. ინტენსიური ნალექი იყო, სხვათა შორის თუ არ ვცდები 18-ში, 19-ში აი მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაფუჭება. ოღონდ ეს ძალიან ზოგადი ფორმულირებაა. მე აი დიდას ამაშიც ვერ ვხედავ, თუმცა სულ არაფერს ჯობია, რომ ვთქვათ მოსახლეობა ფრთხილად იყოს, ან ვისაც ეს შეუძლია რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს. მაგრამ გაცილებით სხვანაირი უნდა იყოს, მე მგონი ეს შეტყობინებები. დაიწყო თოვა და ნელ-ნელა აი და ეს რეაქციებიც გახსოვთ, რომ თოვლია კატასტროფა როგორ შეიძლება იყოს და აი ეს არის ძალიან გაუგებარი. და გადავიდა ყველაფერი კატასტროფაში. კი ბატონო, აქ დრო იყო, რამდენიმე დღე იყო, ეს არ იყო წუთების და საათების, ეს არ იყო ესეთ მოვასწარით არ იყო, ხო? კი ბატონო, შეეძლოთ ემოქმედად. კიდე და საკმაოდ გვიან ახლა გუშინ უსმინე დათო კაცარავას, რომ სახელმწიფო ისინი ჩაერთვნენ უკვე საქმეშიო და მადლობა უთხრა და ძალიან კარგია რომ ჩაერთვნენ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სანამ აი 2 მეტრს და 3 მეტრს მიაღწევდა თოვლის საფარის ზონა. ახლა რა მოხდება? კიდევ აი იმითაც განსხვავდება, რომ უკვე ვიცით რომ შეიძლება სხვა საფრთხეც იყოს და უკვე საკმაოდ დიდი იყოს რისკი. იმიტომ რომ ეს თოვლი აი ესეთი დიდი რაოდენობით გადნება თუ სწრაფად მოხდა ეს წყალდიდობა წყალმოვარდნებს გამოიწვევს მეწყერები რომელიც აი ძალიანაა დამოკიდებული ამ ტენიანობასთან და როგორც გამშვები მექანიზმი და ძალიან ბევრი მეწყერსაშიში ზონა ძალიან ბევრი და მით უმეტეს ისევ შეგვიძლია გადავხედოთ რამდენიმე ასე ვთქვათ გადაცემაში ვნახე 2023 წლის ანგარიში გეოლოგების ისევ აი ამ დეპარტამენტის სადაც ძალიან დეტალურადაა აღწერილი და თუ არ ვცდები სადღაც 1000-მდე ადამიანი ასე იგი უწერია რეკომენდაციად რომ უნდა ევაკუირებული იყვნენ იქიდან და სხვაგან გადასახლდნენ.
ახლა არ ვიცი რაღაც ნაწილი შეიძლება, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან ცოტა ნაწილი გადასახლდა იმ ადგილებიდან და ეს ძალიან დიდი რისკის შემცველია. აი ხა უკვე ინტენსიურად თან დრო არ არის ძალიან დიდი, ძალიან სწრაფად ამას არ უნდა თვეების გამოკვლევა, არსებული მონაცემებით უნდა აი ეს რისკის რუკები დაიხატოს. პირველ რიგში რა არის მნიშვნელოვანი გარდა იმისა, ეხლა მთიან გურიაზე ვლაპარაკობთ და მთებშია, თუმცა ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმერეთშიც ძალიან მაღალი თოვლია და ისიც ასევე მეწყერსაშის ზონები, აჭარაშიც და აი დასავლეთ საქართველოს ეს ფაგორიანი რეგიონები ძალიან მეწყერსაშიშია ყველა და ეს შეიძლება განვითარდეს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს, ხალხ გაზაფხულზე ძალიან უცბად მატულობს ხოლმე ტემპერატურა ხშირად იცით და ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და გარდა იმისა, რაც მთიან და მეწყერსაშის ზონებშია, წყალდიდობამ უკვე შეიძლება კოლხეთის დაბლობზეც ასე ვთქვათ, გარკვეული საფრთხეების შექმნა საკმაოდ დიდი. აი ეს ყველაფერია გასათვალისწინებელი და ძალიან სწრაფად გასაკეთებელი. და მე არ თქვან კიდევ ზოგიერთ თემა რომ არ ველოდით რომ თოვლი დადნებოდა. კიდევ ერთი ჩართვაზე უნდა გადავიდეთ. მადლობა ბატონო ზურა, გურიდან, ჩახატაურიდან გვერდება დანიელ გუკაშვილი, გვერდება მოგესალმები დანიელ. დიდი მადლობა. ჩახატაურიდან გვერდებით, როგორც ვიცით, ხო სწორად ვამბობ. მოგესალმებით. ამ ბიჭმა გაგვიშვი ჩვენს. დანიელ, რა ვითარებაა დანიელ თქვენთან? პირველ რიგში გამარჯობა და მივესალმები სტუდიაში მყოფებს ჩოხატაურიდან უშუალოდ. ჩოხატაურშიც ძიმე ვითარება არის, ბევრი სოფლის ადგილმდებარეობაზე რა ხდება სოფლებში. საერთოდ არ გაგვაჩნია ინფორმაცია, იმიტომ რომ მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს, არანაირი კომუნიკაციაც კი არ აქვს. შუქი, წყალი, ანუ შუქი რო არ გექნა, ტელეფონის საშუალებაც არ გექნება, არც წყალი არის, არც გაზი არის. ანუ არანაირი კომუნიკაცია არ აქვს და ფიზიკურად არ ვიცით რა ხდება რამოდენიმე სოფელში რეალურად და ანუ იგივე მდგომარეობა ხდება რეალურად რაც შოუის ტრაგედიის დროს იყო, ალბათ გეცოდინებათ შოუის ტრაგედიაშიც ვიყავი ჩასული მოხალისე. და ანუ პარალელს აი ზუსტად ვავლენ მაგასთან რაც ხდებოდა რეალურად შოუში პირველივე დღეებში რა. ანუ არანაირი მომზადება არ არის და მხოლოდ მოხალისეებზე არის დარჩენილი, როგორც შოუში იყო თავიდან, ახლაც არის გურიაში იგივე მდგომარეობა, რომ აი მოხალისეებზე არის დარჩენილი ეს ხალხი თუ შევა. იმიტომ რომ ბევრი ტექნიკაც არ აქვს. ანუ არაფერი არ გააჩნია დიდად რა. ანუ სამხედრო მანქანები აქვს შემოყვანილი, მართალია, მაგრამ ეს სამხედრო მანქანებიც, რომელიც ყავთ გამოგზავნილი აქეთ მხარეს. ბევრია ვერ ადის. ანუ პატარა მანქანა უფრო მაღლაა და უფრო საქმეს გააკეთებს, ვიდრე ეს სამხედრო მანქანები ერთხიდიანები, რომელიც არის ეს აწოდებული. დანიელ, ახლა რამდენი ადამიანის დახმარება შეძელით დაახლოებით აი ამ დღეების განმავლობაში? ანუ ჩოხატაურში უშუალოდ ვიმყოფები მე-13 დღეა და მიახლოებით ანუ ზუსტ ვერ გეტყვით, მაგრამ 1.40 ხშირად რაც სჭირდებათ, მაინც მედიკამენტები და საკვებია ამ შემთხვევაში, ხო და როგორ მუშაობს ეს შტაბი, აი როგორი მედიკამენტები სჭირდებათ, ხალხს რომელიც უნდა მივაწოდოთ და ელემენტარული საკვების საშუალება, რასაც ითხოვენ. აუ ძალიან ბევრი ავარიული სახლებიც არის, სადაც გვიწევს ასევე გადათოვლად ხალხის დახმარება, რომ ის სახლი არ ჩაინგრეს და მედიკამენტების გადატანა ზოგ ადგილებში გვიწევს დრონის მეშვეობით. აქედან თითოეულმე დრონესაც მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო ამ გაწეული დახმარებებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადგილას ფიზიკურად ვერც ბურანით შევდივართ, ვერც ფეხით შევდივართ, ვერც მანქანით და გვიწევს დრონის ჯგუფების ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დრონის არსებობა და მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ ბიჭებს, ხო? აი ზუსტად აი მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და ძალიან მაგარი ბიჭები ყავს ამ სფეროში, ესე რომ ვთქვათ. ძალიან მაგრები ხართ ყველა და ძალიან დიდი მადლობა. ახლა ახართობს ხო, როგორც ვიცი? ანუ ამ წუთას არა, მაგრამ ღამე არის ძალიან მოყინული გზებიც, ესე რომ ვთქვათ, გვიწევს მანქანით ფიზიკურად ვერ უმოძრაობთ. ღამე გვიწევს მაქსიმალურად
5 კილომეტრზე თუ 6 კილომეტრზე ანუ სიგით ასვლა ესე რომ ვთქვათ უხეშად ამ ფეხით ამ ტერიტორიებზე ასვლა ანუ გადართული ვართ 24 საათიან მუშაობაზე რომ ვთქვათ რომ ღამეს ჭირდება დახმარება და დღეს ჭირდება ნებისმიერ მოქალაქეს დახმარება. დიდი მადლობა თქვენიცით დანიელ. მადლობა კიდევ ერთხელ. თან სოფლიოში ესეთი პრაქტიკაა, რომ როცა სტიქიური უბედურებაა, მოხალისეები აუცილებლად ერთვებიან, ხო მართალია ამ პროცესებში, მაგრამ რაღაცა შტაბი არსებობს, სახელმწიფო მართვის ხო, სტიქის მართვის შტაბი, ცენტრი არსებობს და იქიდან მიდის კოორდინირება მერე მოხალისეებისაც პროფესიონალებთან ერთად, ხო მართალია? დაგებულია იქ ყველაფერი. აქ რაღაცნაირად შტაბიც, სახელმწიფოს ყველაფერი ხო? ვიწოდოს ზესტაფონში ვინც არის და ვინც გვიყურებს, უნდა იცოდეს რომ ზესტაფონში გაიხსნა შტაბი დადიანი 77-ში. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმის მიღმა რომ იქ, როდესაც ადამიანებმა იციან, აქედან წასულმა მოხალისეებმაც იციან და კომპანიებმა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა ეს რაღაცა უცებ ძალიან ეფექტურია იყოს, სწორი თქვა წაღან გიორგიმ, რომ პირველი დღე იყო სრული ქაოსი, არაფერი არ ვიცოდით, იმიტომ რომ ამის გამოცდილება არ ქონდა, რა უნდა გვეკეთებინა არ ვიცოდით და ბნელ ოთახში ვიყავით და შუქის ასანთებს ვეძებდით. მაგრამ მოუძებნეთ შუქის ასანთები. შემდეგ დაალაგდა, იმიტომ რომ ეს ბავშვებიც ადგილზე უკვე ხვდებოდნენ, სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამიტომ ძალიან პროცესები მე უკვე მეორე დღიდან შედარებით უფრო მეტად დაალაგდა. გაიხსნა შტაბი ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში და ბაღდადში. ეხლა რატოა შტაბები მნიშვნელოვანი და ვანში გავხსნით აუცილებლად. ვანელი მოქალაქემ დამირეკავშინდა ძალიან გამიბრაზდა, რომ გურიას რო გადაყევითოთ, ანუ ეს ვანს როდის ისე მეჩხუბა, რომ დავხედე, ხო მეთქი ხოლმე რომ სადმე მთავრობაში შეგოზოთ და ცოტა ვერ მივყვი, მაგრამ ძალიან საყვარელი იყო, განერვიულებული იყო მესმის, ანუ ამას ხუმრობით ყვები და არ ეგონეს რა რამე ანგაუბრაზდა რა. ნახეთ რატო ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამოვაცხადეთ მის მისამართები ადგილობრივებიც გვეხმარებიან, აი მას გახლეთ, ვისაც ყავს იღებენ, მიაქვთ, გადააქვთ და ასევე ორგანიზაციები, აი გუშინ ქიარი მივიდა, 100 კაცი საგვაფი მიიტანა ერთ-ერთ შტაბში გურიაში. თვითონ კომპანიები აგზავნიან, სანტემ გააგზავნა, კოკა-კოლამ გააგზავნა წყლები, ანუ მნიშვნელოვანია შტაბის არსებობა, იმიტომ რომ მე ეს კომპანიები უკვე იციან მისამართები, იციან სად უნდა გააგზავნონ და აღარ ხდება რომ თბილისში და თბილისიდან გავეტანე, ადგილზე თვითონ ლაგდებიან და ამა ძალიან კარგად დააწყო ეს სისტემა და ამიტომ ახლა იმერეთშიც იგივე ზესტაფონში უკვე გავხსენით, იქაც არიან ახალგაზრდები, სულ მოხალისეები, ერთმანეთს იფულკოვებენ. უცბად რომ სწავლობენ ეს მოხალისეები და ყველა სიტუაციაში გამოსავალი. ესენი არიან საოცარი ადამიანები. ოღონდ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ სახეებზე, ვინ ველაპარაკებს შტაბის რა. ახლა ნუ ვიღაცებს ვიცნობთ, იმიტომ რომ მოუყვებით რაღაცა რუსთაველიდან ვინც ვიცი და ახლა ყველა ხო რუსთაველიდან არის. საერთოდ არ მეკვის იმ ვანელი ადამიანის დამოკიდებულება, იმიტომ რომ ის პასუხისმგებლობა, რაც მთავრობას უნდა კონდეს აღებული, ნანუკას აქვს. ნანუკა თავის ძალიან ბევრ არა, უამრავ ადამიანზე, აი ესა თუნდაც რომ ეს წავიდნენ ვიღაცამ, აი საიდან გიპოვა რომ გაგატანა წამალი? ჩვენ წავიკითხეთ რომ შტაბი გაიხსნა. არა, იმა რომ წამალი გაგატანა. დავწერეთ პოსტი რომ აი ნახე ერთმანეთ როგორ იპოვა ეს? დაწერა პოსტი, ვიღაცა მიპოვა ისური გაამატა. მაგრამ ზოგადად იმხელა პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა სურვილია. ანუ გუშინ მითხრეს რომ აი რთული ეს რაღაცნაირად აი როგორ შეიძლება რომ არ მოხერხდა. ეს ხო არის ინსტინქტი, როგორ ხელმძღვანელობ, რა წყალში რო ადამიანს ჩააგდებ, რა სიზამს, შველას ითხოვს თუ გადარჩენა შეეცდება. ყველა ადამიანის ინსტინქტი არის სხვადასხვაგვარი. ანუ ეს ადამიანები, ეს ბიჭები და უამრავი კიდე ესეთები ამ ინსტინქტით ხელმძღვანელობენ, რომ გარბიან სხვის დასახმარება. ვიღაცას შორს გარბის, ვიღაცა იმალება, ვიღაცას ეშინია. ანუ ყველა ადამიანს აქვს და ყველა მთავრობასაც სხვადასხვა ინსტინქტები აქვს, იმიტომ რომ ის მთავრობა ხო რაღაცა რობოტებისგან არ შედგება, სამწუხაროდ, ეს არა ქვია, შედგება რაღაცა კონკრეტული ადამიანებისგან და შესაბამისად მათაც თავისი ინსტინქტები აქვს. ამიტომ აი პარლამენტის თავმჯდომარე მეხუთე დღეს რომ გეუბნება რომ მotova და სტიქი არ არის, რა ეს ინსტინქტი არა აქვს, რა რომ იქ უნდა გაიქცეს, უნდა შევარდეს, წყალში უნდა შევიდეს, ანუ ეგ ძალიან ისეთი ამბავი, იმიტომ რომ ვერც კი ერთ-ერთს ქონდა ის ინსტინქტი, ნახე, თოლმავალით რომ არა საერთოდ ველაპარაკო. დარწმუნებული ვიყავი რომ კადრი დამონტაჟებული იყო. და ასე უნდა ვთქვათ, ფონდის შემომწირველებზე, აუცილებლად. სრულ შემომწირველებს ვიღაცებს, რა ვიცი, ხელისუფლება კი ნახოს, მაგრამ საჯაროდ არ უნდათ თქმა, თავდაბლობენ. და მეუბნებიან რომ ეს უკითხავად დავწერე ანასტასია ბენდუკიძე, იმიტომ რომ ბენდუკიძის გვარი რომ წავიკითხეთ შემომწირველებში, აი
ისეთი ემოციური იყო რაღაცა თან აი ვიფიქრე რომ ანასტასია ბენდუკიძე ხა სხვა ხوار იქნება თქო და არიან ადამიანები რომლებიც აი მაგალითად სიტყვაზე გუშინ გავარკვე ნიკა გილაურს კიდევ ჩაურიცხავს გურიის ფონდში და აი ადამიანები რომლებიც აი 10000 15000 კიდევ არის იქ უბრალოდ ხა იმ ადამიანებს მე არ ვიცნობ მოქალაქეები არიან და უკითხავად მათ სახელს და გვერდს ვერ დავასახელებ თუმცა არიან უბრალოდ მოქალაქეები არიან სხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები საკუთარ ჩვენ ხო ძირითადად ემიგრანტები გვწერდნენ ჩემი ბებუა გეხვეწებით აი ბებუებისთვის და ბაბუებისთვის ჩარიცხული თან ხარო იმიტომ რომ იქ დაიხარჯოს და მთლიანობაში ჩვენ გვაქვს ორი ფონდი ახლა ერთი არის ბექასთვის ვისაც სახლი დაეწვა და 7 ოჯახის წევრი გარეთ არის სასტიკად თან ეს თვითონ შეისწრო სახლი როგორ იწოდა და მეზობელ სოფელში იყო სხვის დასახმარებლად გადასული და თავის თარო დაბრუნდეს ოზურგეთში ხდება ანუ თვალწინ სახლი დაეწვა და ვერაფერი ვერ გააკეთა ასეთი ტრაგედია თუ ცხოვრება რომ ანუ გინულდება თვალწინ აი არ ვიცი უმართა შოკში იყო რომ ყვიროდა ეს ბიჭი ცალკე ფონდი გვაქვს ბექასთვის და ცალკე ანგარიშის ნომრები ჩვენი ლიმიტი გვაქვს რათან გაგვინდა შევაგროვოთ ჯერ არ ვასახელებთ და ცალკე არის გურიის ფონდი გურიის ფონდში ამ მონაცემებით 400000 ლარზე მეტია ჩარიცხული მაგრამ ახლა ამ გურიის ფონდს გადავარქვით იმერეთის ფონდი დავარქვით იმიტომ რომ იმერეთში ხო იხარჯება თანხები იქიდან და მოკლედ იმერეთის ფონდში და სხვათა შორის როგორც კი თქვა რომ აი ვანში და იმერეთში პრობლემებია თავისით იმატა ჩარიცხებმა გურიის ფონდ ანუ იმერეთის ფონდზე და ამიტომ ეხლა რაღაცა ძირითადი საჭიროებები რაც ჩვენია რა მიმართულებითაც თანხები ხარჯება თუ მაგალითად პირველ დღეს ქაოსი იყო ეხლა უკვე ვიცით რომ მიდის ის ვისაც საბურავი მანქანა ჯაჭვი ყველაფერი შესაბ და უკვე არის PSP უნდა ვთქვა რა არ ვიცი თქვენ თანამშრომლობთ თუ არა აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ PSP დაგვიკავშირდა მაშინვე მეტპუნქტები გაიხსნა ყველა შტაბში ექიმია სპეციალური წამლები მიაქვთ იქ ინსულინები რაღაცა შეშუმის წინა დექსამეტაზო ანუ რაღაცა სპეციალური წამლები იციან რა საჭიროებები აქვთ წნევის და რაღაცები არის სულ დევ შტაბებში და იციან იქიდან მარტივად ხდება განაწილება ოჯახები არიან მართლა იმიტომ რომ ყოველთვის არიან ხოლმე კაისი წინა ხაზზე სადაც საჭიროა PSP დგას ყოველთვის ia გახსნილი მეტპუნქტები. იმიტომ რომ აი ლაბორატორიები იქვე ანალიზებისთვის ადიან. ლოკალურად არიან, ხო? ხო, ჩვენ სპეციალური კარები შევიძინეთ, სოფო დამიკავშირდა მე ჯაფარიძე, რომელმაც მითხრა რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჯერ ესეთ ექიმებმა ფული ჩარიცხეს. ცალკე 5000 ლარი. მე ყველა მინდა რომ თქვა რომ ვინმე არ გამოუჩეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის მადლობას თქვა. ხო, ზუსტად, მაგის გარდა გახსნეს მეტპუნქტები, სპეციალური კარები დგას, საიდანაც აი მაგალითად ახლა ჩვენ მე რო განახეთ ეს ამაზრის აი მართლა ძალიან ძიმე ვიდეოები სოციალურ მას გულისხმობს სიდუხჭირეს თვალსას და ამაზე ეს პრობლემა. აი იქ მაგალითად ლაბორატორიები რო აიყვანეს ისინი იქ არიან განლაგებულები. აი ამ სპეციალურ მასში რა ქვია კარებში და ამის ცალკე კიდე შტაბებშია განთავსება და ცალკე კიდე ცალკე წამლებს ვაგზავნეთ. ახლა მაგალითად არ ვიცი ისეთი საჭიროებები ბავშვს გავგზავნეთ 2 თვის ბავშვი იყო ჭირდებოდა საჭყვები ცილის გარეშე რომელიც იქ არ იყიდება იქ ვერ ჩაიტანა ესეც სპეციალურ რაღაცებს ყიდვა ინჰალატორი რომელიცაც დენი არ ეთიშება ანუ ესეც სპეციალურ რაღაცებს ყიდულობთ თბილისში და ვაგზავნით მაგრამ რის იყიდვაც იქ შეგვიძლია იქ და ვავსებთ რა მოკლედ რა ძალიან გულგასაწყვეტია ეს ყველაფერი თან სასიხარულოა იმიტომ რომ ქართველები მართლა მიყვარს აი არაჩვეულებრივი უნიკალური ერი ვართ მართლა უნიკალურები ვართ ყველაფრიდან გამოსავალსაც ვიპოვით, გადარჩებით კიდევაც ყველაფერი და რა ვიცი მე, საოცარ კომფორტს უქმნით იმ ტიპებს, რომლებიც წესით უნდა ავანგარდში იყვნენ ამ ყველაფრის და სადღაც თბილისში ცხოვრობენ. ასე იბადება სამოქალაქო საზოგადოება. ასე იბადება, ასე იქნება სწორი ქვეყანა. აი ამ ბავშვებმაც ხო შეიძლება მანამდე არ ვიცი, ის შანსებიც კი არ ქონიათ, რომ ენახათ სხვისი გაჭირვებისთვის რისი გაკეთება შეუძლია. ეხლა წაღაროყვებოდა რომ ვეუბნებოდითო მან ნუ მიდიხარო და ეს რომ მაინც მიდიოდა. ანუ ცხოვრება მისეთი ფაქტის წინაშე დააყენა რომ ანახა სხვისი გადარჩენისთვის როგორი თავდაცვა შეუძლია. ასე იბადებიან გმირები, თქო გმირი არ არის მხოლოდ ის ადამიანი რომელიც ომში აი გმირია ის ადამიანი რომელიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენს ნებისმიერ გარემოში და ასე იბადება სწორი სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ ახლა მაგ პროცესში ვართ და გვირჩევნია რომ ეს პროცესი ასე გაგრძელდეს იმიტომ რომ ერთმანეთს ვპოულობთ და სინამდვილეში ხვდებით რომ ძალიან მაგარი ქვეყანა ის ერთსაც მოყვები და მე მოვრჩები. გამგებელთან დარჩა სტუდენტი, მოკლედ გამგებელთან დარჩა მოხალისე წინა ხაზის, წინა ფრონტის აქტივისტი რუსთაველიდან. და ის არის სოფლის გამგებელი და ეს რუსთაველზე დგას, ანუ ამდენი ხნის განმავლობაში თავში კი არ იცოდა ამ გამგებელმა, მაგრამ მერე გაიგო, ვინ იყო. ჩაი დაალევინეს, გაათფეს, გაუშრეს ეს და ისეთი გარემო შეიქმნა, რომ
არც ის იყო რაღაცა სხვა ქვეყნისული, არც მეორე ორივე ქართველი იყო და ერთენაზე საუბრობდნენ, ჩაეხუტნენ ერთმანეთს და წავიდნენ. ანუ სინამდვილეში ჩვენ ახლა ვამარცხებთ აი იმ რაღაცას, რასაც დაგვაჯერეს, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, რომ ნაცები და ქოცები არ არსებობენ. არა, ჩვენ ვართ ქართველები და სინამდვილეში აი მას ვხედავთ ახლა ჩვენ და არ არსებობს ორად გაყოფილი ერი. საქართველო ვართ. ქართველები ვართ და აი ამ ფაქტის შედგებით, ამიტომ ძალიან კარგი პროცესები ხდება. ნამდვილად ეთანხმები აბსოლუტურად ეს ორად გაყოფილი საზოგადოება რეალურად იშლება ნამდვილად და ერთიანდებით და ეს ამ მოცემულობამ ეს გვანახა ნამდვილად მე არ ვიცი ხუში მეტყვენ ალბათ გვაქვს არა უნდა დავასრულოთ უკვე მაგრამ მანამდე მინდა ბიჭებს უთხრათ აი რამე ხო არ გაქვს სათქმელი ან ინფორმაცია მისაწოდებელი იმესამე თქვა ჭირდება რომ ტელევიზიის ეთერი გამოიყენოთ და თქვა ეს ყველაფერი მოვხადოთ პოსტი როდესაც დავწერეთ ჩვენ ტრანსპორტი რაც ყავდა არ გჭირდებოდა არანაირი ფინანსური დახმარება რეალურად ჩვენ ვაგვარებთ მაგრამ თვითონ საწვავი მაინც ხარჯი არის როდესაც ბევრი ტრანსპორტი უნდა გადაიყვანო ავტომობილით ვისოლი დაუკავშირა გიორგის მე გალფი დამიკავშირდა და ორივე აი სხვა კომპანიები მაინც ერთად გვერდში დაგვიდნენ და ძალიან დაგვეხმარა საწვავი იყო ჩვენთვის ერთი ისეთ ასე თუ ისე პრობლემა მაგრამ ეგეც გადავჭერეთ ერთად ძალიან დიდი მადლობა. ერთიანდებით ვსწავლე. ვისწავლე და ზასტიო. ძალიან დიდი მადლობა. ყველას დიდი მადლობა მართლა ყველა ადამიანს, ვინც თავიდან ბოლომდე არის ჩართული ამ ყველაფერში. და იმ ადამიანებს ეხლა ცოლში რო არიან და ვერ გვიყურებენ და არ ესმით ეხლა ჩვენი, მაგრამ მადლობა. მაგრამ ძალიან მალე გაიგებენ ჩვენს ხმასაც დარწმუნებულად. დიდი მადლობა ჩვენ დროებით დაგემშვიდობებით და მალე დაგიბრუნდებით. დროებით. დავკვირდით პირდაპირ ეთერში ჩემო ძვირფასებო და მე ვისურვებ ძალიან მინდა თბილად ცხოვრება აუცილებლად მაგრამ არის საჭირო ამისთვის იცი რა არის ჩემ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს თბილი საერთოდ თქვენ როგორ ვართ როგორ ვართ ძალიან კარგად ვართ აი დილა შემიძლია დავიწყო თბილით და გავაგრძელო საღამო ეს ამ ყველაფერში იცი რა მიწყობს ძალიან კი თბილი ქვეყანა იმიტომ რომ მართლა ყველანაირ საშუალებას გაძლევს რომ შენი ასე ვთქვათ რაციონი შეავსო იმ რაღაც შენი გემრიელობებით და სასუსმარებს რომ ეძახით თუნდაც ტკბილი ქვეყანა და იცხოვრა ტკბილად ტკბილ ქვეყანასთან აუცილებლად მოგიწევს მერე ტკბილად ცხოვრება ტკბილ ხო და ამასობაში დრო დადგა რომ ჩვენი არაჩვეულებრი მიდი მიკა რა მიყვარს მე გამიხსენი რა თქმა უნდა ჩემო მარია კარგი, სანამ თქვენ მორიგდებით, მე მაშინ მაყურებელს ვეთქვი, რომ შემიძლია რა ვქნა. ჩვენ ახლა ეს არ მემეტება. გადავინაცვლოთ. ერთი წუთით, ახლა პატარა ბავშვებს რო აჩერებენ, ხო? ერთი წუთით. დიახ, ხო, კარგი, თქვენ მორიგდით მანამდე და მე მაყურებელს ვეთქვი, რომ ახლა ჩვენს გადაცემაში დადგა ძალიან საინტერესო დრო. ქაბოტონი მაია ხერხეულიძე შემოგვიერთება თავის რუბრიკით ექიმის რჩევები ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს გასტრიტზე ისაუბრებენ როგორც მე ვიცი და მოკლედ მოვკალათდეს და კარგად უყუროთ ეხლა მე უნდა მოვკალათდე და მე უნდა ჩაუჯდე ძალიან ყურადღებით ამ თემას სხვა შეიძლება ეს პრობლემა ყველა ქართველს არწუხებს ასე რომ დარწმუნებული ვარ რომ კი ზუსტად დიდი ინტერესი გამოიწვევს ჩვენ მე მგონი და დავიმშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს ხვალამდე და ქაბოტონი მაიას გიტოვებთ რა თქმა უნდა ხვალამდე რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს წინ ძალიან საინტერესო რუბრიკა გველოდება და ჩვენ ვისაუბრებთ კუჭის წყლულზე. საკითხზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ თქვენთაგანს დააინტერესებს. თუმცა ტრადიციულად მანამდე შეგახსენებთ, რომ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორია შვეიცარიული პრემიალური ხაზის ბრენდი დეკლარი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის. დეკლარი 45 წლიანი გამოცდილებით წარმოდგენილია მსოფლიოს ბაზარზე. ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. მას ასე როგორც აღვნიშნეთ, ძალიან საინტერესო თემა კუჭის წყლული და ამ თემაზე სასაუბრო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი გასტროენტეროლოგი ნათია რაზმაძე. დიდი მადლობა ქალბატონო ნათია სტუდიაში მოგზანებისთვის. კუჭის წყლული მართლაც რომ საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და სამწუხაროდ ძალიან ხშირია ჩვენს
საერთოდ მსოფლიოში მოსახლეობაში და მათ შორის საქართველოც არ არის გამონაკლისი. მოდით აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა დაავადება კუჭის წყლული და რა არის მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი. დიახ, კუჭის წყლული არის კუჭის ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც აღემატება 5 მმ-ს და აღწევს ლორწქვეშა შრეში და კუნთოვან შრემდე აღწევს. 5 მმ-მდე კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებას ამას ეროზია ეწოდება. ეროზია არის წინარე პირობა კუჭის წყლულის განვითარების და შეიძლება დაიწყოს ეროზიით და მერე გადავიდეს გასტრიტული მოვლენები, ეროზია და საბოლოოდ წყლოვანი პროცესების ჩამოყალიბება ხდება. ერთი ნაბიჯი არის ეროზიასა და წყლულს შორის. კი ბატონო. რა არის ის ხელშემწყობი მიზეზები, რაც რისკ ფაქტორები შეიძლება დავარქვათ, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ეროზიის და მათ შორის კუჭის წყლულის განვითარებას და რა არის მისი ძირითადი მიზეზი? კი ბატონო, მულტიფაქტორულია ეს დაავადება, იწვევს სხვადასხვა მიზეზი, თუმცა ყველაზე აქტუალური, ყველაზე ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არის ჰელიკობაქტერია პილორი, გრამ-ნეგატიური, ანუ გრამ-უარყოფითი ბაქტერია, რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის დეფექტებს იწვევს, ეროზიების, წყლულების ჩამოყალიბებას და ეს ძირითადად ხდება ფეკალურ ორალური გადაცემის გზებია ამის ძირითადი გამომწვევი. ანუ დაბინძურებული ხელი, დაბინძურებული საკვები, წყალი, სხვადასხვა არაჰიგიენური საერთო მოხმარების საგნების გამოყენება. ანუ რა თქმა უნდა ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რა თქმა უნდა ეს არის ბაქტერია, თუმცა შეიძლება თუ არა ვთქვათ რაღაცა ფაქტორებმა ხელი შეუწყოს. მაგალითად, აქვს თუ არა რაიმე ზეგავლენა სტრესს, ვთქვათ, ან თქვა სხვა ფაქტორებს. კი ბატონო, კვების რეჟიმს და ასე შემდეგ. ძირითადი გამომწვევი მაინც ჰელიკობაქტერია, თუმცა რა თქმა უნდა ხელშემწყობი ფაქტორები ესე მოიაზრება სტრეს ფაქტორები, ნებისმიერი ფაქტორი შეიძლება გახდეს გამწვავების მიზეზი კუჭის წყლულის, ასევე თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და საკვების არასწორი, არაჯანსაღი საკვების მუდმივი, ასე ვთქვათ, მუდმივი მიღება, დიახ. ანუ ერთჯერადად ვთქვათ ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ერთჯერადად თუ პაციენტს უკვე ჩამოყალიბებული აქვს დადასტურებული წყლულის არსებობა, მაშინ შესაძლებელია ერთჯერადმა მიღებამაც, რა თქმა უნდა, გაამწვავოს ეს პროცესი, თუმცა ერთჯერადი მიღება ამ წყლოვანი პროცესის ჩამოყალიბებას არ იწვევს, ეს იწვევს გამწვავებას, უკვე არსებული პრობლემის გამწვავებას. ნათია, მოდი ჩვენ შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს ის ნიშნები, ის სიმპტომები, რომლითაც შეიძლება გამოვლინდეს წყლული და ვთქვათ რა შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. კი ბატონო, ანუ უხშირესი მიზეზი პაციენტები რის გამოც მომართავენ კლინიკას, ესე გახლავთ გულძმარვა, ბოყინი ან ტკივილი ან დისკომფორტის შექმნება ეპიგასტრიუმის არეში, მათ შორის მარჯვენა ფერდქვეშა არეში შეიძლება იყოს, ან თუნდაც მთლიანად არალოკალიზებული ტკივილი მუცლის არეში, შესაძლებელია პაციენტი უბრალოდ შებერილობისა და შებერილობის ჩივილებით მომართოს კლინიკას, თუმცა ღრმა ანამნეზის შეკრების საფუძველზე ვიეჭოთ, რომ შესაძლებელია საქმე ჰქონდეს წყლოვან პროცესებთან. შესაძლებელია პაციენტს საერთოდ არანაირი ჩივილი არ ჰქონდეს, თუმცა ანამნეზში აღნიშნავდეს გარკვეული მედიკამენტების, არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას და ეს გახდეს საჭირო, რომ აუცილებლად ჩატარდეს გასტროსკოპიული კვლევა და შემდგომ გასტროსკოპიული კვლევით დგინდება წყლოვანი პროცესების არსებობა. დიახ. რა კვლევები აი ხა გასტროსკოპიის გარდა, ხო? ხა გასტროსკოპიას ხშირად ძალიან ეშინიათ ხოლმე, მაინც თვლიან რომ ინვაზიური პროცედურაა, თუმცა დღევანდელი ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ პრაქტიკულად ეს არ არის ისეთი პროცედურა, რომელიც რთული ჩასატარებელია, თუმცა არის თუ არა სხვა კვლევა, რომელიც ასევე ვთქვათ შეიძლება რითაც შესაძლებელია დიაგნოსტირება მოხდეს დაავადების. დღემდე ითვლება ოქროს სტანდარტად ეზოფაგო გასტროდუოდენოსკოპია, რა თქმა უნდა, ზომა უკვე დახვეწილია, თვითონ ამ მილის ზომა იმდენად შემცირებულია, რომ პაციენტს თითქმის არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, არ არის ეს კი ბატონო, არ არის ეს ტკივილთან ასოცირებული, თუმცა ოქროს სტანდარტი დღემდე მაინც რჩება გასტროსკოპიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია საყლაპავის, კუჭის 12 გოჯას ბოლქვის დათვალიერება, ლორწოვანის ვიზუალიზაცია და ჰელიკობაქტერიის ტესტირებაც კი. ჰელიკობაქტერიის ტესტირება სხვა გზებიც არსებობს, თქვათ არის სუნთქვითი ტესტი, თქვათ რამდენად გამოსაყენებელია, თქვათ სუნთქვითი ტესტი. სუნთქვითი ტესტი არაინვაზიურ ტესტირების მეთოდს მიეკუთვნება, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც ბავშვებში, ისე მოხუცებშიც და მოხუცებშიც არ წარმოადგენს ეს პრობლემას. სანდოობა მაღალია, მგრძნობელობაც მაღალი აქვს, თუმცა არის გარკვეული ფაქტორები, რაც გასათვალისწინებელია, თუნდაც მომზადების წესი, უნდა აკამათოს
ავმაყოფილებდნენ ეს გარკვეულ სტანდარტებს, 2 კვირის განმავლობაში შეწყვეტილი უნდა ქონდეს კუჭის გარკვეული მედიკამენტების მიღება, პროტონის პომპის ინჰიბიტორების კერძოდ აუცილებელი პირობა გარკვეული ანტიბიოტიკები არ ქონდეს უახლოესი 4 კვირის განმავლობაში მიღებული. ასევე შეგვიძლია ჰელიკობაქტერიის ტესტირება განავლის მეშვეობით და სისხლის მეშვეობით. თუმცა სისხლის უკანასკნელი ზოგადად სადიაგნოსტიკოდ უფრო გამოიყენება, შემდგომ უკვე მკურნალობის შემდგომ რამდენად დაემორჩილა მკურნალობას, ეს უკვე აღარ გამოგვადგება და მიმართავთ ან სუნთქვით ტესტს, ან ფეკალური მასის კვლევას. ნიშნავს თუ არა მაგალითად ჩატარებული განავლის ანალიზით აღმოჩენილი ჰელიკობაქტერია, ამ თქვა სუნთქვითი ტესტით აღმოჩენილი ჰელიკობაქტერია, მაშინ როდესაც არ არის მაინც და მაინც ესეთი გამოხატული სიმპტომები და მხოლოდ პერიოდული ტკივილი არის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ გვაქვს წყლული ან წყლულის წინაპირა. ჰელიკობაქტერიის არსებობა და დადასტურება აუცილებელი პირობას წარმოადგენს, რომ თუ დაგვიდასტურდა ჰელიკობაქტერია, ეს იმის შანსებს დის, რომ თქვენს კუჭის ლორწოვანზე მოხდეს გარკვეული ცვლილებების აღმოჩენა. ასე რომ თუ დადასტურებულია ჰელიკობაქტერია, აუცილებლად გასტროსკოპიულ კვლევას მიუმართავთ, რომ დავადგინოთ ჯერის პრობლემა, რაც უშუალოდ ამ ჰელიკობაქტერიამ გამოიწვია. კი ბატონო, თუნდაც დავადგინოთ ეს ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებული პრობლემები, გასტრიტულია, ეროზიული, წყლოვანი თუ უფრო სხვა პროცესებთან გვაქვს საქმე. რა მკურნალობის მეთოდებია დღეს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, თქვა კუჭის წყლულის დროს და რამდენად შესაძლებელია? ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც პაციენტი, თქვა, ტკივილი აქვს, მეზობელი იყენებდა ომეპრაზოლს ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორს ან რომელიღაც მედიკამენტს და თვითნებურად იწყებს ხოლმე ამ პრეპარატების მიღებას, რომელიც რაღაც პერიოდით კიბოს უყუჩებს, თქვა, რამდენად საშიშია და რისკის შემცველი არის თვითმკურნალობა და რა გართულებები შეიძლება გქონდეს ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ არასწორად, არადროულად ვუმკურნალეთ კუჭის წყლულს. პირველი ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში სწორედ ეს არის. გასტროენტეროლოგს უპირატესად მიმართავენ უკვე დაწყებული მედიკამენტური მკურნალობით, აუცილებლად არ დავკონკრეტებები რომელი მედიკამენტებით, თუმცა უკვე დაწყებული აქვს ეს მედიკამენტები. უმრავლესობას დიახ, ამ შემთხვევაში ჩვენ გასტროენტეროლოგებს ძალიან გვიჭირს გარკვეული კვლევების ჩატარება, თუნდაც ჰელიკობაქტერიის გამოკვლევა. ჩვენ მერე პირდაპირ გადავდივართ გასტროსკოპიულ გამოკვლევაზე და იქ რომ წყლული გვხვდება, ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან გვიჭირს დავადიფერენციროთ ეს ჰელიკობაქტერიით არის გამოწვეული თუ ჰელიკობაქტერიის გარეშე. განსაკუთრებით ხანში შესულ პაციენტებს, რომელიც ხშირად მოიხმარენ არასტეროიდულ ანთებისაწინააღმდეგო მედიკამენტებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ანუ მკურნალობას ეს ხელს უშლის, რა თქმა უნდა, სწორი მკურნალობა, სხვა ტიპის მკურნალობას ვატარებ, თუ ეს არის ბაქტერიით განპირობებული კუჭის წყლული, ან თუ არის, თქვათ, მაგალითად არასტეროიდულებით, ან თუნდაც სხვა ფაქტორებით გამოწვეული. რა თქმა უნდა, ჰელიკობაქტერიის მკურნალობისას აუცილებელი პირობა, რომ ორი ანტიბიოტიკის კომბინაციით მოხდეს მკურნალობის სქემის წარმართვა, ჰელიკობაქტერიის გარეშე მიმდინარე მდგომარეობას ეს ანტიბიოტიკები არ ჭირდება. რა თქმა უნდა, კიდევ შენიღულია ეს ჩივილები, ან უკვე დაწყებული მედიკამენტური მკურნალობით ჩვენ გვიძნელდება გარკვეული კვლევების დიფერენცირება, წაშლილია სურათი. დიაგნოსტიკასაც ართულებს, რა თქმა უნდა. ასევე მედიკამენტების მიღება ჩივილებს ნიღბავს და ეს დროში იწელება, დროში გადაწელილი პროცესია, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს აი მდგომარეობას და მიდის ასემპტომურად, რაც კიდევ უფრო მივყავართ სხვადასხვა გართულებებთან, რა თქმა უნდა, იგივე სისხლდენით ხდება ასეთი პაციენტის შემდგომ, ან უკვე თუ ასაკშია შესაძლებელია მალიგნური პროცესების დაწყებაც ესე უსიმპტომოდ. მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ სწორედ და მოსახლეობამაც იცოდეს, რომ ხშირად ეს შესაძლებელია იყოს ზოგჯერ წინაპირობა შემდგომი, თქვათ, კიბოსწინარე მდგომარეობების და შემდგომ, თქვათ, ჰელიკობაქტერია ერთ-ერთი გამომწვევია ონკოლოგიური პროცესების. სწორედ ამიტომ დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც პაციენტს კუჭის წყლული უდგინდება, აუცილებელი პირობა ბიოფსიური მასალის აღება ენდოსკოპიის დროს. რადგან სწორედ ამ დროს განსაკუთრებით ხანშესულ პაციენტებთან შესაძლებელია გარკვეული მალიგნური ანუ ონკოლოგიური პროცესების ვიზუალური სურათი
ერთი ძალიან გავსხოლმე წყლოვანი პროცესების სურათს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი ენდოსკოპისტები აუცილებლად იღებენ ბიოპტატს, რომ განასხვაოთ მორფოლოგმა განასხვაოს ეს ნამდვილად ჭეშმარიტ ანთებით ცვლილებებთან გვაქვს საქმე თუ თქვათ იქ რაღაც ატიპიური პროცესები უკვე დაწყებულია. და ისიც უნდა ვთქვათ ალბათ, რომ ჩვენმა მაყურებელმა ყურადღება გაამახვილოს, რომ შესაძლებელია, რომ სისხლდენი იყოს წყლული და ასეთ შემთხვევაში ხშირად გვაქვს ხოლმე ჩვენ თქვათ ფერის ცვლილებები, განავლოვანი მასების, მუქი, შავ ფერის განავლოვანი მასები და ეს უნდა იყოს მათთვის განგაშის ნიშანი, რომ აუცილებლად პაციენტს აქვს გარკვეული უჩვეული ჩივილები, თუნდაც მცირე ეპიგასტრიუმში ტკივილი, კერძოდ კუჭის საპროექციო არეში, თუნდაც გულძმავის ხშირი ეპიზოდები, ბოლო პერიოდში ფაღარათის ეპიზოდები ან შავი კუპრისფერი განავლოვანი მასებით კუჭის მოქმედება ან დეფეკაცია შავი ფერის განავლოვანი მასებით. ეს უკვე ის აუცილებელი ასე ვთქვათ პირობა, რომ აუცილებლად უნდა მიმართონ გასტროენტეროლოგს და შემდგომი კვლევები ჩაიტარონ. და ბოლოს მაინც კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება, როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან კუჭის წყლოვანი დაავადება. კუჭის წყლოვანი დაავადების თავიდან აცილება არ არის რთული, თუნდაც წელიწადში ერთხელ ადამიანს, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც დადასტურებია ეს ბაქტერია, მიმართავს გასტროენტეროლოგს, გაიკეთებს ამ არაინვაზიურ კვლევას. თუნდაც ის, რომ გენეტიკაში აქვს თქვათ წინასწარ განწყობა გარკვეული სიმსივნური პროცესების, ან დედას, ახლო მჭიდრო ნათესაური ოჯახის წევრს თუ აქვს ეს ონკოლოგიური დაავადება, განსაკუთრებით კუჭნატლავის ტრაქტის მხრივ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ასევე იმ პაციენტებს, ვის ოჯახის წევრსაც დაუდგინდება ეს ბაქტერია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი გადამდებობა და სასურველია, რა თქმა უნდა, სკრინინგული კვლევა ოჯახის წევრებზეც. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და რა თქმა უნდა, გარკვეული მედიკამენტების თვით დანიშნულებით მიღება, რომ შეწყვიტონ და არ მოხდეს მისი ექიმის გარეშე მიღება. ძალიან დიდი მადლობა ნათია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი გაითვალისწინებს თქვენ რჩევას და ჩვენ მაყურებელს ჯანმრთელობას უსურვებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.